გამარჯობათ, მოგესალმებით რუსთავის ავტოდრომიდან. დღეს არის 3 მაისი და დრაგ რეისინგების პირველი ეტაპი. ეხა იქნება გახსნა, პირდაპირ გახსნიდანვე ჩაგერთვებით და ჩაგერთვეთ უკვე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანა არის. რამოდენიმე წუთში გაიხსნება უკვე პირველი ეტაპი დრაგის სერიების და რაც შეეხება ჩვენ 340. ჩვენი 340 ხოძეა, მაგრათაა, კარგათაა, მოგვიანებით მოგიყვებით ყველაფერს, ასევე ვასპარეზობთ სუპრათი MK5-ით, ამაზეც მოგვიანებით მოგიყვებით ყველაფერს. ეხა დარჩით, კლიპს უყურეთ და დაელოდეთ ძალიან მაგარ გარბენებს შემოგთავაზებთ. Know that they fly, know that they ride or die. ეხა გიო გამოდის კატა. გაგახსენდებათ კატა ჩვენ წინა ვიდეოებში ძალიან ხშირად. კატას მაკაციც გამოაჩინეს, სადაა? ეგერე. ატას ბალევში ყველა. გიო გამოდის 12 წამიან კლასში სუპრად. მერსედესმა რო გაასწროს სახში აღარ მოუშვებს მა. გაასწროს. რა მოიგოს მა? სადაა კატას მოსაგები? შეგებით დისკები პლანებოდი? და გაიქცეოდა, ხო? ხო მეგობრებო, დისკები. გაიქცეოდა. კატამ დაგვიწყდა. პირველი ზაეზდი წააგო, კი. 12 ხო, რას ვამბობდი, ანუ სუპრა იდეაში გაკეთებული სუპრა დადის დაბალ 11-ში რა. აქ იქედა გამომდინარე რომ საფარი არ გვივარგა, ანუ მოწესრიგებული რო არ არის ჩვენი დრაგის ტრასა, იმ დონეზე მოჭიდება არა აქვს მანქანებს და 11 წამიანი მანქანა ავიდა 12 წამიანში. ეხლა იმ 11-იანმა რის ხარჯი მერსედესმა რის ხარჯი გაქვს? ძალის თუ მოჭიდებს? 11-იანი არა, ეგ მერსედეს 12 წამიანი ედეში, მაგრამ მოჭიდების ხარჯზე გაქვს. ხოდა მანქანები რომელიც არის 11 წამიანები ადიან 12 წამიან კლასებში იქიდან გამომდინარე რომ ვერ ეჭიდებიან შესაბამისად რა თორე რეალურად კარგ პირობებში სუპრა გაკეთებული სტოკ ტურბოზე 11-ის დაბალს დადის რა 11-1 11-2 დადის ჩვეულებრივში რა საბურავში არა საფარში გვაქვს პრობლემები გამხმარია მოხდი ანუ წებადო ვაფშე აღარა აქვს რა და მაქედან გამომდინარე არც ერთი საბურავი აღარ ეჭიდება ეხა კატამ პირველი წააგო და იქნება მეორე გარბენი და ვნახოთ რა სავარაუდოდ მეორესაც წააგებს იმიტომ რომ მერსედესმა ძალიან გაასწრო და ან პირველ გარბენზე კატამ ბევრი იბუქსავა და მაქედან გამომდინარე ან მერსედესია უგაცილებით მაგარია აი ამას ვამბობდი ზუსტად ეხა მოჭიდება რომ ყოფილიყო ეს F1 ხო მაგდეს არ იბუქსავებ და შესაბამისად კარგათაც აჩქარდებოდა. კარჩე ეგრე ქენი რა პირველი თქვენი. ვაფშე 1 და 2-დან დაძარი რა. არა იყვანო აბაროტი. ამას ნიუტონი დაბლები შივი აქვს რა. ბიჭო რა არისო? აი 12-ში დიტყვა და 11-96-ში და 6-ში გავიარე. ხო, მერე 11-97-ში უნდა გამეულო. ო რა 0-1-ის გამო. მიათასედით 6,000 დრო შეიძლება არა რეაქცია აქვს. არა ეგ ხო არა დროზე გეკითხებოდი რა 912 შეეძლო ჩასვლა 976-ზე ჩააუნჯობეს აი 0.6 0.6 0.06 ხო? ხო 0.06
0.06-ით უკეთეს დროში იარა, ვიდრე კვალიფიკაციაზე და გამოვარდა რა, დისკვალიფიკაცია მიიღო. ბიჭო, ხო ხედა 0.06. ო. კლასი რომელიც არის დაშვებული 12 წამიანი მაგალითად 12.072-ში ქონდა გუჯას ნასიარულები და გაიარა ეხა 11.966-ში 0.006-ით კლასს ჩამოწდა. ანუ ერთით ჩამოსთენა შეუძლია და ამან ჩამოწდა 1.06-ით და დისკვალიფიკაცია მიიღო. შენი პორტრეტია? კი, არა, ჩემი არა, 340-ის ქარ არტმა გვაჩუქა ბავშვებმა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მეგობრებო. ძალიან მაგარი საჩუქარია და შეგახედებთ სტოკი ძრავით B58 გენერთით გავიარეთ 3.67-ში 100-200. მსგავს დროში სტოკი ძრავით სოფლიოში არავის არ გაუვლია და რავი რა, ამის მერე იყო რომ უკვე გავუკოვკეთ ძრავი და დავიწყეთ დაბალ დროებში სიარული და ზუსტად ყოველთვის მინდოდა თქო ვერ გეტყვი იქიდან გამომდინარე რომ არ ვიცოდი სტოკის ძრავი რამდენში გაივლიდა, მაგრამ მის შემდეგ რაც გავიარე სტოკის ძრავით და არავის არ გაუვლია, მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია ამ მანქანით. ეხა სტარტი იქნება, მოდი E36 სტარტი გადავიღოთ, turbo E36 გამოდის და მერე გეტყვით უკვე რა, ჩვენც უკვე მალე გამოვალთ აბსოლუტი კლასი. აი ეხა დაისტარტებიან და ეს უნდა ვნახოთ რა. აი ბიჭო, ხო შეიძლება 11 წამიანში დადის, მაგრამ ხმები, აშუშენიები და აი ისე აქ ყველაფერი გაკეთებული რომ ძალიან ლამაზია რა. ტურბოა 8 ცილინდრიანი 4x4. გამოიწე. აჰა. სუპრას ნერვებმა უმტყუნა. სუპრას ნერვებმა უმტყუნა და ფოლ სტარტა ტრიცის შეცდმა ავტომატიურად მოიგო და მეორე ზაეზდის ვნახოთ. რაც შეეხება ამ კლასს, უკანა ამძრავებია 11 წამიანები და 11 წამიანი უკანა ამძრავები როგორც დამთავრდება, დაიწყება აბსოლუტი 3 ცხრიანის ქვემოთ ვინც დადის, ანუ 999 ქვემოთ ვინც დადის. ბაევოი მანქანებს რასაც ვეძახით, დავიწყებთ ეხლა რბოლას და ბევრი არა ვართ 8 ან 9 მანქანა ვართ, მაგრამ რავი არიან რა, კაი მანქანები არიან. კოლტია, გაროს კოლტია, რაკერა არის, 3 Tesla Blade-ია, 1000 რაღაცა ცხენი რომელსაც აქვს და კიდე რამოდენიმე მანქანა არის და მაგარი გარბენები გვექნება. კვალიფიკაციას რაც შეეხება, პირველი ადგილი გვაქვს 150 მონაწილეში აღებული, 903-ში გავიარეთ 402 მეტრი. სოროკით, ხო, იქედან გამომდინარე კიდე რომ არ ეჭიდება ჩვენ საფარზე, ამას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, მაგრამ რაც მოვაჭიდეთ, მაქსიმუმი იყო 903 კვალიფიკაციაზე. ჩვენ წინა დღეს ძალიან მაგარი სიცხე იყო, მზე იყო და უკეთესად ეჭიდებოდა 9-1-ში გვაქვს 402 გავლილი, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. აქ სტარტის ხაზზე რო დადგები და შუქრიშათა რო დადგები, რეაქცია ცხოლზეცაა დამოკიდებული და მანქანის სტაბილურობაზეცაა დამოკიდებული. შეიძლება ძალიან მაგარ დროებში დადიოდე, კვალიფიკაციაში პირველი იყო, მაგრამ კვალიფიკაციაში მე-10 მოგიგოს და ყველაფერი წინ არის, ვნახოთ, მაქსიმალურად შევეცდებით რომ მოვიგოთ. მე ყოველ წელიწადს, ყოველ შეჯიბრზე მოსაგებად მოვდივარ, წასაგებად არასდროს არ მოსულობ. ამჯერად შამპანიურს გავხსნით. ამჯერად მე მგონი შამპანიურს გავხსნით, ბესიკ მე და შენ რა, როგორც დაკბირდი, აი ეგრე იქნება ყველაფერი. მოცურება. ოღონდ დიდი ხანი გეჭიროს. ხო. მოცურებაზე. სიო, აი აქაც რო დაეწერა. სპორტში, ეხლა რა სპორტი? აი სპორტში ჩან. კაროჩი, ესენი ყველაფერი გათიშე რა. დიდი ხანი უნდა დააწერო გაითიშო, მაგრამ ეხლა გათიშულია ყველაფერი იდეაში რა. პირველ სიჩქარით დაიძარი. ხო. პირველ სიჩქარით დაიძარი და აი 10-15% აი პროსტო დაგორდი. ჩათვალე ქალაქში საცობში იძვრები, თორემ მაგრა იბუქსავებს რა. დაგორდი 5500 ეგრევე მეორე გაუკეთე, ისევ თხელი გაზი და რო შეატყობ უკვე ხო, რო ეჭიდება. მესამედან გაუყარი და წადი რა. ოღონდ მერე, კაროჩი დანარჩენი სიჩქარები 6200-ებზე წვალე რა და მეხუთე ბოლომდე ჩააწურე, იმიტომ რომ მეხუთედი შედის მე მგონი რა.
სატესტოს გავივლი ეხლა. ეხა გაკითხა. სატესტოს. გაკითხა. ხო. ვერ ვიგზენი, კარგად წავიდა. ვიგზენი რომ მეხუთე მე. არა, არა მიღია. სატესტოდ გამიშვენ, ბოლომდე არ გაწუროთ რომ ნახე ხალხი აღარ იყო, გაუშვი მაინც რა. ეხა ავიღებ ამ ზაისზე ლოქს. დაიმზადე დაგიძახე თორე ეგრევე. დავა. ეგრევე. დავა. გუშინ ჩვენმა ძმაკაცმა დადო პოსტი რა, თესლებიო თავისი დამტენებით არიანო მოსულებიო რა და მე დაუწერე კომენტარებში ხვალ წავართმევ ენერგიებს მეთქი და ეხა გაგრას მაგას ხვდები რა. ნახოთ რამდენად მოვახერხებ ენერგიების წართმევას. რამდენია? 9383. ნახე. გაზ გაუშვი ბოლოში. ჰა? მაგრად სტარტავ ძა. ხო, გაზ გაუშვი ბოლოში მე რა. всё, გაგრელებული ხარ. რავი, ბიჭო, ანტილაგზე რო ვდგავარ, მაგიტო რა. ისე და სკვითაა სავსე ძმაო საკურავი ვაფშე. ახალ ხმიდა. ეხა ვამუღამებ ანტილაგს და შუქნიშანს რა. კარგად დაამუღამე ეხა გიყურებ. ხო, გაზზე თხლათ მეკავა, თუ დაამუღამე. რთულია რა, რო იცი რომ შეიძლება ვერ გაჩერდე, მაგარი რთულია წვეთში რა, ანუ ზაეზდი რომელსაც ჯერ სიჩქარითაც ვერ გაჩერდა. არა, სიჩქარი გაწურო სიჩქარეს დაბლახვა ჩამოვიდა. რო დაატომუზე არა, დედა იპირება ყველა დაწყება ყველაფერი და ცუდი რა იცი, ჯერ ხო უნდა მოაჭიდო ეს მანქანა. მაგაზე იფიქრო რომ სტარტში აჯობო, შუქნიშანში აჯობო, რეაქციაში აჯობო და აი ეს ყველაფერი ხო გადალახე. ეს მაყურებელი ხო გაიარე და მე მთელი кайფი რჩება ბოლოში რა, გაჩერება. და ამ მოსახოვს ისე სწრაფად უახლოვდები, ფიზიკურად, ანუ შიშის გზნობა გიშდება რომ მალე აუშვა გადაიხეთი. რა ეხა მანქანასა ის რა მაქსიმუმ გაჩერდა და ეცადე შესვლას. ხო, ეხა ბოლო ვარიანტი ეგაა, ეხა მანქანასთან ზაეზდი რო გექნება რომ რომნი უნდა დაამთავრო, იასნი არ გაუშვე თავისთან. კაი. всё, მანქანები გაიყვანე. დაკავსიო, დაკოგილია მის. შეხვდები პლეიტს. რომელი? ლურჯ, გარეკამ წააგო. გარომ წააგო ლურჯ პლეიტს. კაი, რა ნომერია ეგ ლურჯ პლეიტი? ნომერი ნახე და დროები ნახე მაგალითად. და იქ დააყენეთ მანქანები და დაგიძახეთ. გამოიჩოჩეთ მანქანა, გაუშვით. დაატარეთ ბიჭებო. რა ხდება? ა? რა ხდება? შევედით? კარჩ ფინალში ვართ რა. მოიხსენე, ხო. იყოს რა, თმები მექნება, ეხა ეს. ეს. მანქანა ვარ დაგეთა. ა? იმას ხო გაგ ნაყურები. ჭხილები რო ხოდა, რა ქვია მაგაცი? რო არეგუები, რომბაძე მე. ნახევარი მე 4 ღამე. არა, მაგაზი არა. შეეგუები. ამას რო ვიხდი, რაცაა დარჩენილი ისიც კი ესეცგებას. კაროჩე, იქიდან გამომდინარე რომ ვაცადე რა ძმა რა. აუ, ჩემი დღე დაგტოვე რა თუ შეგამე, ნუ გვიღე. კაროჩე, გამოიწერე პაპელას ახლა რომ დაგტოვოს რა ხე. ფინალები ეხა ყველა კლასის ფინალებს იტოვებენ ბოლოსთვის. შესაბამისად, ეხა დარჩა ერთი კლასი 10 წამიანი კლასი, 10 წამიან კლასაც ნახევარ ფინალამდე მიიყვანებენ და მერე ყველა კლასის ფინალი საბოლოოდ ჩატარდება ბოლოში.
და ცოტა მოგვიანებით გვიან ამიშუგზე დაგიბრუნდეთ. შეუშ ბიჭო, რა მანქანას ხდები? რამდენში დადის? 10-2-ში. 10-2, კარგად დადის. კაროჩე, მე რო გეტყვი ეგრე იზამ? პირველი ყვითელი, მეორე ყვითელი და მესამე ყვითელს რო დაინახავ თუ არა, ფეხი აუშვი და წად. აი, მაგას ვიზო, მაგრამ სერს რომ იჩოჩებს ლანჩზე რა ყო. მაგას ვერ უშველი, ვერაფერს. ყველას ეგ პრობლემაა. მაგრა არ გადაგაუწს. ორო არ გამიჩუჩოს. მაგრა არ გადაუგუსკო რო არ გამიჩუჩოს. ხო პატარა ლანჩზე გიგენო გაიტანოს აი. ხო, ანუ მაგ ეგ მარტო შენ არ გაგეკ, ეგ პრობლემა აქვს ყველა MP-ას დღეს, იმიტომ რომ საფარი ცივია რა. მიხვდი? ვაფშე არის ნერვიულო. აი კიდე. მე თუ ვიბუქსავ, ისიც ვიბუქსავ. ის მა ყველა იბუქსავდეს ყოველს. დედაფისზე უნდა დავზა. ნახე რავს რა, მაგრამ მეწევა მაღალში ბიჭო. ორი ბუბუ 10-0-ში არა. 10-0-6-ში არა. 10-0-6-ში. რა ქენი ახლა წააგე? ხო, შემასრო. გავეკეცი. შენ რამდენში არა? 10-4-ში, მაგრამ აი ესე შემასრო. ანუ რეაქციაში მოუგე ხო? რეაქცია ჟოლდა ეხა შენ რა გავფოლო რა. ძალიან ჩქარია ის. არა, არ გაფოლო. სტაბილურობა იგებს და მიდი ჩვეულებრივად. ცოტა რეაქცია კიდე მოუვარ. იცოდო, მე მეგონა გავფოლე. ხო, კორპუსი ხავედი, აღარია ბია მოუღადო. დას არის ეგ არის რა. დავი ჩქარია რა გავაკეთო რა. გასხები. ხო, ჩქარია, მაგრამ რეაქცია იყო ის და სტაბილურობა. ეგეც სტაბილური იქნება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ. კაი, მიდი. წინაზე სიმპლე მაგას. ბიჭო 10-4 როგორი დროა იცი? MP-ატები 10-ის დაბალს 10-1-ებს ბეჭდავს 10-0 რაღაცაებს 10-4 ბიჭო ცუდი დროა რა რეაქციით უნდა აჯობო რომ აი 0.2 ამოიღო იმიტომ რომ MP-ატების მაგარ ჯანზია რომელიც 10-იანებში დადიან ნიკუშა გამოვარდა. ფერართან დამარცხდა ჩემო ძმა. ეს ბიჭები რაღაც ბიჭო ხო, ანუ ყოველთვის არ გაგიმართლებს თემა რა, ანუ მეც რავი, მთელი წინა წელი არ გამიმართლა იქიდან გამომდინარე, რომ ხან მანქანა არ იყო ხოძე, ხან ის რაც შენ გაიარე, ეხლა მათ მოუწევთ. ხო, ეხლა სხვასაც მოუწევს მსგავსი გზების გავლა და მაგრამ ყველაფერთან ერთად მე მოგება გემრიელია რა. ბევრი მარცხის მე მოგება ასწორებს. შამპანურიც გემრიელი. შამპანურის გემრიელია ხო. 154 მონაწილე ყოფილა წეგან ტუღუშმა რო თქვა და კვალიფიკაციაზე აბსოლუტში არ იყო ბაევოი მანქანები ბევრი, ანუ კაი მანქანები, რომელიც დაბალ დროებში დადის, მაგრამ 154 მონაწილედან საუკეთესოდ რო გქონდა ჩვენ კვალიფიკაცია. 9-3-ში ვიარეთ რა და შეჯიბრსაც 9-3-9-4-ში დავდივართ. ანუ სტაბილურები ვართ, რაც მთავარია რა და. ეხა შედარებით უკეთესი ამინდი კაი რო იყოს მზიანი, წნევას ხო, საფარი ეხა ცივია რა და ცოტა ცხელი რო იყოს, წნევის აწევის საშუალებაც გვაქვს და სავარაუდოდ 8-ანსაც გამოვაჩენდით წინ. მაგრამ ამ საფარზე ვერა, იმიტომ რომ ვერ გავჩერდები. შენ ბოლო ძალებით არ გივლია ხო იმაზე, კვალიფიკაციაზე. რა ჯანითაც და ძალითაც ჩვენ დავდივართ ზიან ამინჩი ამ საფარზე. მაგას მოვაკელით 20% დღეს და დავდივართ 80% ძალით, ვიდრე დავდიოდით ამ საფარზე და ბანზე რა პროცენტულობითაც დავდივართ, ანუ რა ჯანითაც იმაზე მოკლებული გვაქვს 60%.
ბანზე ძალიან გადატენილები დავდივართ და ამ დროებში იქ არ დავდივართ რა, ანუ სვაფში განსაკუთრებული ხო და დროები მაგ 20%-ის გამოყენებით, ანუ მოჭიდებასთან პრობლემა არ გექნება? მაღალში გვაქვს დამატებული, მაღალ სიჩქარებში და მაღალ სიჩქარებში უკვე აჩქარებული მანქანა დიდად ვეღარ იგზნობს მაგ 5-10 PSI-ის დამატებას. სპირტი 10 ლიტრა დროზე, სპირტი 10 ლიტრა თავისი ძაბრით. არა ვივლი და всё რა. აბაროძე არა აქვს რა. ჩემი რამდენი ყოფილი ხართ ბიჭო? კარგი იყო ხო? ბოლოში ცეცხლები ხო მაგარი იყო? დანაპირები შამპანურს გავხსნეს. უბუს გაუმარ! 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 ეგა რა, გენაცვალეთ გულში, სულში. ვიღაცა თავი გაუწყდა. თავი გაუწყდა ვიღაცა. იგა ჩემი დე. დავახალი გუშ. ეს ერთი და სხვა მრავალი. ვა. მომგეული. გორცი. შეგაგასმოდი. ჩომოდი. ნე რაც ყველა მისედაც ვიცოდი, გააკეთე რა. სცენარი აქამდე უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ არ დავეცე. ჩაგებოდა. ყოველდღიურია ისედაც ჩუჩო, მაგრამ ეხა იმენა როგორც ეგ არის ყველას დამსახურება. ბიჭო, რავი, რაფერს დაგკვირდით, როგორც დაგკვირდით, ავიღეთ პირველი ადგილი აბსოლუტში, კვალიფიკაციის დროები, გავამართლეთ, პირველი ვიყავით იქაც. გული დამწყდა ის, იმიტომ რომ ბევრი მანქანა არ იყო და ცოტა ზაიზდი მოგვიწია, უფრო მეტად დაძაბული მინდოდა ყოფილიყო. ძალიან ბევრი მანქანა, რომელიც უნდა ყოფილიყო ლევანდელ პირველ ეტაპზე და რავი, იმედია მომდევნო ეტაპზე იქნებიან ეგ ბიჭები და მომდევნო ეტაპზეც ვირდებით, რომ მაქსიმალურ შედეგს დავდეთ რა. თუ ერთხელ უკვე გავტეხეთ ეს თარსი და შარშანდელიდან მოყოლებული ვერ ვიგებდით, წელს თუ მოვიგეთ, დანარჩენ ეტაპებსაც მოვიგებთ რა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. თქვენ მარტო ჩემი მოგება არ არის, ყველას ერთად გამარჯვებაა ეს.
ხო დაგმირ. ნახავთ მეგობრებო, დაჯილდოებას ავიღეთ აბსოლუტში პირველი ადგილი, დანაპირები პირველი ადგილი, როგორც დაკვირდით, წლევანდელ სეზონს დავიწყებდით ძალიან, მაგრამ შევასრულეთ კიდევაც ჩვენი სიტყვა. მომდევნო ეტაპებს უფრო მაგრად ვიასპარეზებთ, რადგან შევდივართ უფრო ზაფხულში და მოჭიდების პრობლემა უფრო ნაკლებად გვექნება და უფრო მეტი ჯანით და უფრო უკეთესი დროებით დაგიბრუნდებით, რაც შეეხება დღევანდელ დღეს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ინდიგო კარს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კაურ ჯორჯიას, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამსოილს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბიტანიკას. კომპანიები, რომელიც დღემდე გვერდში მედგა და მედგება კიდევ მომდევნო 1 წელი და 2 წელი. ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ ბიჭებს, ჩემ გუნდს, დაუღალავი შრომისთვის, დაუღალავი წუთებისთვის და ბევრი გათენებული ღამისთვის. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენს ერთგულო მაყურებლებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ, გადააზიარეთ და გპირდებით კიდე ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწევთ ერთად. ხმა ჩამიხჭა მე მგონი, ხო?